იქ გიждდებიან ხოლმე რაზე კიდე. სულ ხშირად ამბობენ ამას, ერთმანეთს ეუბნებიან, ჩემი უფროსი თავის მეგობარს, თავის მეგობარი კიდე თავის მე ასეთი ადამიანი ჯერ არ მინახია, რასაც იშოვის, შვილები, თავის თავზე არ ფიქრობს, სულ იქეთ საქართველოში, აი რაღაცა კაციც და ქალიც, მამაც შენ ხარ და დედაცო ესე მეტყვიან ხოლმე და აი ალბათ ფიქრობ რომ ამიტომ უფრო მაფასებენ და პატივისმცემენ მეთქი. რო ეგ ხო. რო ხედავენ რომ ისე რისთვის მუშაობ და რატომ არ იქ? ხო, ყველა მიცის აბსოლუტურად ჩემ შვილებსაც ხო იცნობენ ახლა იქ იყვნენ ჩამოსულები და ეს ჩემშეს უნდა უყიდო მოეწონება ვიცი უყვარს. დაუნახიათ ხოლმე, კი. ხო, ანუ იქ ყველაფერი, მთელი დანაზოგი რო აქეთ მოდის საქართველოში, ესე თვალნათლივ ჩანს ალბათ, ხო? ჩანს, რა თქმა უნდა, ახლა ჩემი უფროსიც იქ არის, ვისთანაც მუშაობის ხალხი ყოველდღე მოდის და იციან რა, ხედავენ. მართლა ის ხალხი, აი ჩვენ სტუმარი ყავდა, მეო ვიცნობო ხალხსო, იქო ნაყინსაც არ ყიდულობენ თავისთვისო. თქვენ რა ტიპის ემიგრაციაში ხართ? რას ლაპარაკობ, ნაყინს კი არა, მართლა დიდ პატივისმცემენ, მართლა. ყველაფერს, არაფერს საჩუქრები არა თავის თავს არ ანებივრებენ თავის თავზე პირადი სივრცე ხო რომ რაღაცა იყიდო პირადი ახლა რაღაცებს როგორ არ ვყიდულობ ხოლმე სულ ისე კი არა ვარ ახლა როგორ არ ვყიდულობ რა თქმა უნდა ვყიდულობ ჩემთვისაც რაღაცა ანუ ნაყინსაც ყიდულობ მაგაზე ბრაზდები არ მიყვარს ხო ანუ რა გიყვარს ეგ ძალიან პირობითია მაგრამ რაღაცა რომ შენც ადამიანად იგზნოთ აი მაგაზე ძალიან ბრაზდებით ხომ ბრაზდებით არა რაც მიყვარს ვყიდულობ რომ ამას ადამიანები თავის თავს უგზალავენ ხო ჩემთვისაც მაქვს რა თქმა უნდა ახლა იქ ჩაის ფულიო რო იციან ჩუქება ხო როგორ თქვა ეგრე არის ტიპი ხო ეგრე ხო ტიპი ჩაის ფული ჩუქება რო იციან მაგ ფულით ვყიდულობ ახლა ჩემთვის ხელფას არ განაწილებული ხო მაგით იმდენად მართლა კარგად იციან ხანდახან ჩუქება რომ მე მყოფნის საკუთარი თავისთვის ის ნაჩუქარი ფული ხო ნამუშევარი აქეთ აქეთ სადაც მე თქვენს უნდა ჩამოვხდეთ ბინაში უფრო მეტად თორე ვიყო ხოლმე ეგეთი შეძახილები ჩემი და სანდრას მიმართ რომ შენ რა გენახვლება დედა შენი კი გვიგზავნის ახლა თუ ზაგჭირდება ძალიან და გავიჭედე იყო კი სხვათა შორის თუნდაც ბიჭისგან ესეთი სიტყვა იყო რომ ანუ შენ რა გენახვლება ისეთი ცხოვრება გაქვს და გიგზავნის და მეთქი ანუ მე კი არ მიგზავნის ჯერ ერთი ბინაში ბინის ვალს იხდის და თუ დამჭირდა და ჩემი ხელფასი იმ თვეში პირობდეთ რაღაცაში ვერ გადავანაწილე სწორად შეიძლება ხა $100 მეც ჩამირიცხოს თუ დამჭირდა